გამოსვლაში მე მოვისმინე ის რომ რუსეთი აგრესორია, ეს მისასალმებელი და სწორი თეზისია, მაგრამ იმავე დროს გაიჟღერა რომ ქართულ ხარეს ეკისრება პასუხისგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა 2 სიტყვა პასუხისგებლობაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე მეკისრება პასუხისგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისგებლობა და მე ვისაუბრებ იმაზე თუ რა სახის პასუხისგებლობა ეს. პასუხისგებლობა ჩვენი არის ის პასუხისგებლობა, რომელიც ქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს, რომელსაც მე ვესტუმრე გდანში, თბილისში. გიორგი რომელაშვილი დაიღუპა ამ ომში, მისი ძმა აგრძელებს ფორმაში სამსახურს, მისი მამა დაკავშირებულია შეიარაღებულ ძალებთან, მათ მითხეს რომ ისინი გზდომენ პასუხისგებლობას თავის დაღუპულ შვილზე, თავის დაღუპულ ძმაზე და ისინი პასუხისგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამსახურს. მე ვნახე გიორგი ანწუხელიძის დედა რამდენიმე დღის წინ ქვემო ალვანში. და მე ძალიან კარგად ვიცი როგორი ქალბატონია ეს და როგორ პასუხისგებლობას გქონს. მას ერთხელ არ წამოუკნესია ჩემთან ამაყად მომიყვარ თავის ნაცებზე, თავის ოჯახის წევრებზე, მათ შორის ქალებზე, მათი ოჯახი და რომელთაც ჩაიცვეს ფორმა გიორგის დაღუპვის შემდეგ, იმიტომ რომ ისინი გზდომენ პასუხისგებლობას საქართველოს და მის მომავალზე. ამ პასუხისგებლობას ჩვენ ყველანი მივესალმებით. მე კატეგორიულად ვარყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ ბატონო ბიძინა. იმედია რომ თქვენ დაუფიქრდებით ამას, ამ საკითხს. პასუხი დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, არ არის შეკრული საქართველოს წერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ახართ შეკრული საქართველოს წერთან. იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისგებლობას ასევე საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფო